მადლობა ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში დაიწყო გადაცემა არც საათი მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად. გადაცემის გენერალური სპონსორია თელავის მერია და მხარდამჭერი ტელეკომპანია თანამგზავრი. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ Facebook გვერდზე არც საათი მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად მთელი კვირის მანძილზე შეგიძლიათ აქტიურად გამოგვიგზავნოთ თქვენი იდეები, თუ როგორი გინდათ რომ იყოს გადაცემა და ვის იხილავდით ჩვენი გადაცემის ეთერით სტუმრად, მაშასი ახლა გაგაცნობთ ჩვენს სტუმარს. ეს გახლავთ ახალგაზრდა მომღერალი ქეთი ჯაშიაშვილი. მოგესალმები ქეთი, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. გამონახი ამისთვის დრო და მინდა რომ მაყურებელმა უკეთესად გაგიცნოს და მოგვიყევი რამდენიმე სიტყვით შენ შესახებ, როგორი ბავშვობა გქონდა. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მივესალმები არც საათის მაყურებელს. დავიწყოთ იქიდან, რომ დავიბადე და გავიზარდე გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში. წელს დავამთავრე არაშენდის საჯარო სკოლა და ამჟამად ვსწავლობ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, ახლობლები როგორც მახასიათებენ, ძალიან შვიდი, მორცხვი, წყნარი ბავშვი ვყოფილვარ. და ქეთი, ბავშვობაში თუ მღეროდი? კი, თავიდანვე ბავშვობიდან, დაახლოებით 2 წლის ასაკიდან უკვე დავიწყე სიმღერა. ძალიან კარგი ქეთი და რამ განაპირობა ეს იყო ოჯახიდან გამომდინარე თუ უბრალოდ შენში იყო მუსიკა? ალბათ უფრო ჩემში იყო ეს მუსიკა, მაინტერესებდა. ასევე ოჯახში ჩემი პაპა და ბებია მღერიან, მღეროდნენ, ფანდურზე უკრავენ და ალბათ ესეც განაპირობებს ჩემს დაინტერესებას მუსიკის მიმართ. პირველი კონცერტი თუ გახსოვს, როდის იდექი პირველად სცენაზე? კი, პირველად სცენაზე ვიდექი ალბათ 6 წლის ასაკში. თუ გახსოვს, რა შეგრძნება იყო ამ შეგრძნების გარშემო რომ ეს, ანუ შეგრძნებაზე რომ ესაუბრო, ანუ რა იყო ეს, ნერვიულობდი ალბათ ძალიან თუ უფრო გიხარავდა და ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა? პირველად როდესაც სცენაზე დავდექი, ძალიან ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, და ძალიან ბედნიერი წუთები იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად სიმღერა და სიამოვნებს, როდესაც ხალხს მოსწონს ჩემი ნამღერი. და ამ კონცერტის შემდეგ უკვე მოდიხარ დღემდე სიმღერით, თუ როდის გადაწყვიტე რომ აქტიურად ჩამოვიყავი სიმღერაში და აქტიურად გემღერა და ყოფილიყავი მომღერალი? 11 წლის ასაკში დავინტერესდი ქართული ფოლკლორული სიმღერებით, დავიწყე ფანდურზე დაკვრა. მასწავლიდა ქალბატონი მარიამ გილიკაშვილი, ასევე მღეროდი ჩვენი სკოლის გუნდში, ვიყავი სოლისტი და ძირითადად აქედან იწყება ყველაფერი. და ქეთი, მინდა რომ გთხოვო შეგვისრულო სიმღერა და რას გვიმღერებ? შეგისრულებთ გელა დაიაურის სიმღერას მენატრები. ძალიან კარგი, გისმენთ. Shena
თუ გაქვს მუსიკალური განათლება აქეთი მიღებული და რას გეგმავ სამომავლოდ? არა, მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული. როგორც უკვე მოგახსენეთ, მხოლოდ და მხოლოდ მყავდა პედაგოგი, რომელიც იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი და მხოლოდ ეს იყო. ან ყოლია არასდროს ვოკალის პედაგოგი. და აქტიურად თუ იღებ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, ანუ ხშირად ტარდება ხოლმე საქველმოქმედო ღონისძიებები, ან ისე უბრალოდ კონცერტები, თუ ხარ ხოლმე აქტიურად მონაწილე? დიახ, ძირითადად მონაწილეობას ვღებულობ საქველმოქმედო საღამოებში, პოეზიის საღამოებში და ასე შემდეგ. ძალიან კარგი და სამომავლოდ რას ფიქრობ? აპირებ თუ არა რომ გააგრძელო მუსიკაში ყოფნა, სიმღერა, ანუ იმღერო, თუ ეს უბრალოდ გატაცებაა და დროებით ხარ ჩართული ამ ყველაფერში? არა, დროებით არ ვარ ჩართული ამ ყველაფერში, ვგეგმავ სამომავლოდ კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას, სტუდიური ვერსიის ჩაწერას. და სიმღერა, რომელიც უკვე ჩაწერე, ეს არის მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, რომელმაც ძალიან აქტიურად მოიცვა სოციალური ქსელი და ამ სიმღერაზეც რო ვისაუბროთ, კეთი, როდის გადაწყვიტე ამ სიმღერის ჩაწერა და ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა? ძალიან მინდოდა მქონოდა ჩემი საკუთარი სიმღერა, საავტორო სიმღერა, ასე ვთქვათ. ძალიან მომწონს საერთოდ გელა დაიაურის ლექსები და ერთხელ როდესაც მისი ლექსების კრებულს ვკითხულობდი, ნახე ლექსი მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, მომეწონა ძალიან და შემდეგ ეს ლექსი ავამღერე, მუსიკა არის ჩემი და ტექსტის ავტორი არის გელა დაიაური. ძალიან კარგი კეთი და მოდი მაშინ მოვისმინოთ შენი სიმღერა მე რომ ლამაზი თვალები. ძალიან პოზიტიური და ლამაზი სიმღერაა და შენ საუბარში აღნიშნე რომ მუსიკა გეკუთვნის შენ, ანუ მუსიკას ქმნი, რომელიც შენია და შემდეგ უკვე ლექსებს არჩევ მუსიკისთვის და ლექსის წერა თუ გიცდია ოდესმე? არა, არასდროს არ დამიწერია ლექსი. და რამდენი ხანია რაც მუსიკებზე მუშაობ, ანუ მუსიკას ქმნი? დაახლოებით 2-3 წელია, რაც ვქმნი მუსიკას, ანუ ამ სიმღერის გარდა, მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, მაქვს კიდევ ერთი საავტორო სიმღერა, რომლის ტექსტიც ასევე არის გელა დაიაურის და მუსიკა არის ჩემი. და სიმღერას რა ქვია, გითხარი და გვიმღერე? სიმღერას ქვია ცისფერ თვალო. კარგი, მაშინ მოგისმენთ სიამოვნებით.
ხელში ყავხარა ყვანილი შენ თვითონაც მოსაწყვეტი ყვავილი ხარ თითქოს ჭალას ხელში ყავხარა ყვანილი შენ თვითონაც მოსაწყვეტი ყვავილი ხარ მაგ შენს დავით აყვავებუდის ფერა ჭალას ხილები რომ შეაწყვიტენ ის ხალამისად მაგ მშვენიერ თაიგურში ცისფერა თვალა შენ ყველაზე მშვენიერი ყვავილი ხარ მაგ მშვენიერ თაიგურში ცისფერა თვალა შენ ყველაზე მშვენიერი ყვავილი ხარ ქეთი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი თბილი სიმღერისთვის და გარემოზე მინდა ვისაუბროთ როგორი გარემო გჭირდება რომ შექმნა მუსიკა მუსიკის შესაქმნელად მჭირდება წყნარი მშვიდი გარემო სადაც ჩემ თავთან ვიქნები მარტო და რა თქმა უნდა მუსიკის შექმნა ჩემთვის ასე ვთქვათ წინასწარმგამიზნული არასდროს არ არის ქეთი შენ ხარ ახალგაზრდა მომღერალი ანუ ახალი დაწყებული გაქვს ეს ყველაფერი და როგორ ფიქრობ რა პრობლემები გვხვდებათ ხელოვან ადამიანებს შემოქმედებით გზაზე ეს პრობლემები ძირითადად ხასიათდება იმით რომ ხშირად არ ტარდება ისეთი კონცერტები სადაც ბევრ ხელოვან ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბევრი ადამიანი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი რაც ძალიან სამწუხაროა. ძირითადად ალბათ ეს პრობლემაა დღეს. ქეთი გასაგებია შენი აზრი პრობლემებთან დაკავშირებით და მაინტერესებს კიდევ რას ფიქრობ, რა გზა უნდა გაიაროს მომღერალმა, რომ გახდეს პოპულარული და იყოს სრულყოფილი შემოქმედი, ანუ რა გზა არის ამისთვის საჭირო. თუნდაც ის რომ რა გამოიარე შენ დღეს რომ აქამდე მოხვედი. იმისათვის რომ ნიჭიერი ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, გახდნენ პოპულარული, ჩემი აზრით აუცილებელია საკუთარ თავზე იმუშაონ უფრო ბევრი, უფრო მეტი და ასევე აუცილებელია რომ თავიანთი ნიჭი გააცნონ საზოგადოებას, თავიანთი შესაძლებლობები. და ამის შანსი ალბათ აქვთ ხო საქართველოში რომ გამოვიდნენ და ეს ნიჭიერება გამოამჟღავნონ და ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. იმისათვის რომ ახალგაზრდა შემოქმედებმა თავიანთი შემოქმედება, თავიანთი ნიჭი გააცნონ უფრო ფართო მასებს, უფრო ფართო მასშტაბიანი საზოგადოებისთვის გახდეს ეს ცნობილი, საქართველოში რა თქმა უნდა არის ამის შესაძლებლობა. ამისათვის არსებობს ინტერნეტი, შეუძლიათ ატვირთონ თავიანთი თქვათ იგივე სიმღერები, სოციალურ ქსელში ალბათ, სოციალურ ქსელში დიახ. ძალიან კარგი, ალბათ შენც ასე დაიწყე თუ პირდაპირ სტუდიური ვერსია ქონდა პირველად ატვირთული და ამით გაგიცნო საზოგადოებამ. არა, თავდაპირველად ჩემი სიმღერაც აიტვირთა ინტერნეტში, ოღონდ ეს არ იყო ჩემი საავტორო სიმღერა, მომღერალი მაგდა ბეჟანიშვილის სიმღერა "წამოდი", ანუ ჩემი, ანუ თქვენი სიმღერა და აქედან შემდეგ მახსოვს ეს სიმღერა, კი. პირველი ადამიანი ყავის სხვათა შორის ქეთი, ვინც ჩემი სიმღერა იმღერა იმ პერიოდში. მე თვითონაც ახლავს მქონდა ეს სიმღერა ჩაწერილი და ძალიან გამიხარდა მართლა. შენს გარდა კიდევ მოეწონა ეს სიმღერა ხალხს და აქედან შემდეგ გადავწყვიტე რომ სხვა სიმღერებიც ამეტვირთა YouTube-ზე. ძალიან კარგი ქეთი და გთხოვ რომ კიდევ ერთი სიმღერა შეგვისრულო და რას გვიმღერებ? შეგისრულებთ სიმღერას მე შენთვის წერდი ლამაზ ტრიქონებს. Ciao,
და კეთი, ვისაუბროთ, რა არის შენთვის მუსიკა? მუსიკა ჩემთვის არის ყველაფერი, არის ჩემი ცხოვრება. ძალიან მიყვარს სიმღერების შესრულება, ასევე მოსმენა. მყავს ბევრი მეგობარი ასევე, რომლებიც ასრულებენ სიმღერებს და მათთან ერთადაც ხშირად უმღერი. მიყვარს სამეგობრო წრეში. ხომ არ გიფიქრეთ ერთად ჯგუფის შექმნაზე, ან კონცერტებზე თუ გამოდიხართ ხოლმე მეგობრებთან ერთად დუეტი თუ გაქვთ ან ტრიო? არა, ჯგუფის შექმნა არასდროს არ გვიფიქრია, არც ანსამბლის სახით არ ვარსებობთ, თუმცა გამოვსულ ვართ სხვადასხვა კონცერტებზე და შეგვისრულებია სიმღერები. ძალიან კარგი და ვინ არის პირველი შენი შემფასებელი, თუნდაც მაშინ, როდესაც მუსიკას ქმნი, ვინ გისმენს და ვინ გაძლევს შენი შნებს, ან ვინ გაქებს? ჩემი პირველი შემფასებლები, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. პირველად მისმენენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მთავარი მათი აზრია. და მომიყევი აი ეს დღე, როდესაც პირველად აიტვირთა შენი სიმღერა სოციალურ ქსელში, მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, აი რა გამოხმაურება მოყვა ამ სიმღერას მსმენელისგან და შენი ემოციები? პირველ დღეს, როდესაც ეს სიმღერა განვათავსე ინტერნეტში, ამის შემდეგ ხალხი წერდა კომპლიმენტებს, მოსწონდათ ჩემი სიმღერა. არა მხოლოდ საქართველოში უსმენენ როგორც ჩანს ჩემს სიმღერას, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ასევე გამოხმაურება იყო რუსეთში მაცხოვრებელი ჩეჩნებისგან, რადგან ისინი რატომღაც ამ სიმღერაში თავიანთ ვაინახურ ტრადიციებს ხედავდნენ და მეც დამაინტერესა შემდეგ მათმა ტრადიციებმა და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხისგან ზოგადად მოდის ასეთი დადებითი ელოდებოდი თუ არა ამ ხელა რეაქციას საზოგადოებისგან? არ ველოდი სიმართლე გითხრათ ასეთ რეაქციას საზოგადოებისგან, ასევე ეს სიმღერა ჟღერს რადიო არ დაიდარდოს ეთერში და მესმოდა ხოლმე რომ იქაც ბევრი ადამიანი ითხოვს ამ სიმღერას და ბევრი ადამიანი უსმენს მოთხოვნადი სიმღერა. და კეთი, მინდა გთხოვო რომ კიდევ ერთი სიმღერა შეგვისრულო. სიმღერები მთებში გაბნეულა მათებაში თვალებს დაგიკოცნი ჩემო თვალხატულა ჩემო ამ თოვლიან მთებში უსამდა ვერ ავკურები მთვრები ამ თოვლიან მთებში როგორ მენატრები ამ თოვლიან მთებში
ძალიან დიდი მადლობა ქეთი კიდევ ერთხელ ლამაზი სიმღერისთვის და კარგი შესრულებისთვის და ქეთი მაინტერესებს შენ თვითონ რას უსმენ გარდა ფოლკის ანუ კიდე რა ჟანრს უსმენ და რომელ მომღერალს გამოარჩევდი თუნდაც საქართველოდან რომელი მომღერალი უფრო მეტად მოგწონს ზოგადად უსმენ ყველაფერს მთავარია რომ ჩემს გემოვნებაში ჩდებოდეს მთავარია მომეწონოს სიმღერა და არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრი იქნება ეს ძირითადად რა თქმა უნდა ფოლკლორულ სიმღერებს უსმენ გამორჩეულად მომღერალი ჩემთვის გამორჩეული მომღერალი არის ალბათ ისევ და ისევ თეონა ქუმსიაშვილი ძალიან კარგი და ქეთი შენი ერთი ჩვეულებრივი დღე რომ მოგვიყვე გარდა იმისა რომ სწავლობ და მღერი ჩემი ერთი დღე ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ დილას ვიწყებ ისევ და ისევ უნივერსიტეტში წასვლით, ვესწრები ლექციებს. გადაცემის დასასრულს, სანამ გადაცემას დავასრულებთ, იქამდე მომიყევი შენი სამომავლო გეგმები უფრო ვრცლად, ანუ რას გეგმავ, სწავლას, გაგრძელებას აპირებ თუ არა კიდევ უნივერსიტეტის შემდეგ და რა გეგმები გაქვს მუსიკასთან, პირად ცხოვრებასთან, ყველაფერზე სამომავლოდ რას გეგმავ? მუსიკასთან მიმართებაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი წინასწარ, თუმცა ვიცი რომ ალბომის გამოშვებას. ალბომის გამოშვებაზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ ვაპირებ კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას უახლოეს მომავალში. მინდა რომ კიდევ ერთი საავტორო სიმღერა ჩავწერო. რაც შეეხება სწავლას, ძირითადი პროფესია და მიმართულება უკვე არჩეული მაქვს. ძალიან კარგი, იმედია შემდეგ გადაცემაში უკვე ახალი სიმღერით და ექსკლუზივით გვესტუმრები, ქეთი. აუცილებლად. გამიხარდება ძალიან და სანამ გადაცემას დავასრულებთ, ერთი სიმღერა კიდევ რო შეგვისრულოთ და ამით დავასრულებთ ჩვენს გადაცემას. შეგისრულებთ სიმღერას წამოდი. ძალიან დიდი მადლობა გისმენთ. წამოდი, წამოდი, ძალიან დიდი მადლობა ქეთი, ასეთი კარგად რომ შეასრულე ჩემი საავტორო სიმღერა, მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. კიდევ ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხე და იყავი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე სანამ გადაცემა დასრულდება, მინდა გადმოგცე საჩუქარი სალონი მიქსტაილისგან 50%-იანი ფასდაკლების ბარათი. სალონი მდებარეობს როგორც თელავში, ასევე თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა ნომერ 39-ში. აუცილებლად ეწვია ამ სალონს, მოგემსახურებიან პროფესიონალი სტილისტები და იქნები კმაყოფილი. დიდი მადლობა. გელოდებით შემდეგ გადაცემებში სიახლეებით, ექსკლუზივებით, ბევრი ახალი სიმღერებით და ბევრი წარმატებებით. აუცილებლად. მადლობა თქვენ მოწვევისათვის.
მე კი ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით შაბათ საღამოს 8-ზე ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში კვლავ დაგიბრუნდებათ გადაცემა არც საათი მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად ახალი სტუმრებით და საინტერესო თემებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ.